პროფესიონალების გარკვეულწილად ისე მინდა დაუბრუნდე, რომელიც აი სვავები არიან და დღევანდელ ტრაგედიასაც, რომელიც აი სამწუხაროდ ხორცი დაგვატყდა თავს ყველას ერთბაშად დასავლეთ საქართველოში, ესე იგი იყენებენ სათავისოდ. აი მადლობა ღმერთს რომ ხალხი მიხვდა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებმაც აი ამ ჯარიმების ეხლა ვიღაცა შეიძლება იტყვის რომ ეს ჯარიმები როგორ იცით რა არის სახელმწიფო იმისია სახელმწიფოა რომ თავისი ინსტრუმენტებით გამოიყენოს ის რომ სადამჟელო ღონისძიებების გამოყენებით უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი ეს ზეგძე შეიძლება იყოს დაპატიმრება შეიძლება იყოს ეს ადამიანების მიმართ ძალის გამოყენება მაგრამ ასევე იყოს ჯარიმები და როგორც აი იმისი არ იყოს გარგო წამალმაო იმისი არ იყოს რა ქვია იმ ფილმისა და არგო წამალმა და ამ ჯარიმებმა ჭკუაზე მოიყვანა ეს ხალხი მაგ და ეხლა ვხედავთ რომ რაღაცა ძალიან მიზერული რაოდენობა ადამიანებისა ეხლა ვითომ ამ 25 თებერვლით მანიპულირებენ ეხლა რა ამ ტრაგიკული დღით კიდევ ერთხელ ვიმეორებ მათ მოახდინეს სწორედ საქართველოს ხელმეორედ დაპყრობა იმიტომ რომ არა სააკაშვილის ავანტურა ჩვენ ტერიტორიებს არ დავკარგავდით და მან გადასცა ტერიტორიებთან ერთად სტრატეგიული ობიექტები რუსეთს. რო კითხო თან რუსეთს ებრძოდა და რუსეთს აძლევდა სტრატეგიულ ობიექტებს. აი ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამი მახსენდება აი ამ საცოდავი ხალხზე რომლებიც დღესაც დაბორიალობენ რუსთაველზე მე ამ 5000 ლარიანებს დავარქმევდი ამ ადამიანებს 5000 ლარიანები რო დაბორიალობენ აი ძალიან ისეთი ესადაგება ის ნათქვამი ბიძინა ივანიშვილისა რომელიც მან რამდენიმე ხნის წინ თქვა ერთი ჭკვიანი კაცი როგორ არ გაჩნდა ამათ აუხსნას ეხლა აი ტრაგიკული სიტუაცია თელ საზოგადოებას ხო აწვალებენ მე არც ის არ მომწონს რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყავენ შანსი არ აქვს ღამეებს ათენებენ რაღაცებს ერთმანეთს ამაგრებენ ერთმანეთს ატყუებენ რომ დღეს არა ხვალ მოვა შანსი არ აქვს ამ დროს მიდიან ბაბანკში უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ ზარალდებიან ზოგი ორი დღით მიდის ზოგი ერთი კვირით მიდის ეხლა სამ ახალგაზრდებს უწევს დაპატიმრებას ზოგს პატარა ტრამვა აქვს ზოგს უარესი ტრამვა აქვს ზოგი წლობით იხდის და კიდევ ბერს მოუწის მოხდა მაგრამ თავგანწირულად მიდიან ტრაგედია ამ საზოგადოების რომ ვერაფრით ვერ გაიგეს ერთი ჭკვიანი კაცი რომ ჩაჯდეს მაგათ ანალიზი გაუკეთოს ნუ ურტყავთ კედელს თავს არაფერი არ გამოვა ნამდვილად აი სწორი არის ბატონი ბიძინა თავს ურტყავენ კედელს და მე ამაზე ჯავრობენ რატო გვაპატიმრებენ რატო გჯიან არა ბიჭო ხა პოლიციას თუ ესვრი მოლოტოვის კოქტეილის თუ გადაწვავ რუსთაველს არა თავზე ხეს გადაგისვამს სახელმწიფო და გეტყვის კიდე დაარტყი და კიდე ესროლეო თან რო არიან გაგულისებული ამდენი ტყვე ჯერ ერთის ადმინისტრაციული წესდარი უმრავლესობა იხდის რაღაც აი თავის აი ამ პატიმრობას ადმინისტრაციულ პატიმრობას რაღაც რამდენიმე ადამიანია მე მგონი სისხლის სამართლის